ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ტრადიციულად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. წელს სტუდენტის სტატუსის მოპოვებას 53,000 ახალგაზრდა შეეცდება. უმაღლესი განათლების რეფორმაში მიმდინარე ცვლილებების გამო წელს არაერთი სიახლეა მოსალოდნელი. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. ეს ფაქტორი უკვე აისახა მიმართვიანობის მაჩვენებელზე. კერძოსთან შედარებით სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაზე მოთხოვნა 4-ჯერ მაღალია. სიახლეა ისიც, რომ აბიტურიენტს სასწავლებისა და პროფესიების შერჩევის დროს უნივერსიტეტთან ერთად პროფესიული კოლეჯისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამის არჩევაც შეეძლება. პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად მინიმალური ზღვარის გადალახვა იქნება საჭირო. დავით ლაპიაშვილმა სასურველი პროფესია და უნივერსიტეტი უკვე შეარჩია და გამოცდის დაწყებას ელოდება. პირველი გამოცდა 2 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. მომდევნო 6 ივლისიდან უცხოურ ენაში. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ვაბარებ კომპიუტერულ მეცნიერებაზე, მათემატიკის განხრით და ზოგადად ვთვლი, რომ 21 საუკუნეში დიდი მომავალი აქვს ტექნიკურ საგნებს. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი მაქვს თითქმის ჩაწერილი, იმიტომ რომ დიდი კონკურენცია ამჟამად. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით წელს აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიასა და მათემატიკაზე დაფიქსირდა. წელს საქართველოს 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, რომელიც 83,000-ზე მეტ გამოსაცდელს მოემსახურება. აქედან 53,000-ზე მეტი აბიტურიენტია. რაც შეეხება კონკრეტული გამოცდის თარიღს და ინფორმაციას, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში მოუწევთ აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება, მსგავსი დეტალები საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული. საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რაც აბიტურიენტმა იმისათვის, რომ გამოცდებში მონაწილეობა მიიღოს, უნდა წარმოადგინოს აუცილებლად, რა თქმა უნდა, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული არის კონკრეტული საგამოცდო ცენტრი და კონკრეტული აბიტურიენტისათვის კალენდარი მის მიერ ჩასაბარებელი საგნების. შესაბამისად, უახლოეს დღეებში საგამოცდო ცენტრი ამ ინფორმაციასაც განაახლებს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს ონლაინ ნაეკჯიზე თავიანთ სარეგისტრაციო პორტალში შევიდნენ და აღნიშნული ინფორმაცია იხილონ. ყველა საგამოცდო ცენტრი გამოსაცდელებს მზად დახვდება, მიმდინარეობს სწორედ ეს პროცესი, აღჭურვა, საგამოცდო სექტორების მომზადება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სპეციალური საგამოცდო პირობები, რომ ყველა ცენტრი მზად დახვდეს მათ. სიახლეა ის, რომ წელს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. განათლების მინისტრის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია. ახლა ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან უფასოდ და სწორედ წელს ეროვნულ გამოცდებს ჩაბარებულ სტუდენტებს, რომლებიც შესაბამისი ქულებით ჩაირიცხებიან 19 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ მოცემულობით და ისწავლონ უფასოდ. ლევანდელი სიახლეა ისიც, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდებს, გადალახავენ მინიმალურ ბარიერს, მაგრამ ვერ დააგროვებენ საჭირო ქულების რაოდენობას, რომელიც მნიშვნელოვანია მათი უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი დამატებითი გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებლებში. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ისინი 23-24 ივლისს ჩატარდება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის თარიღი 17 ივლისია, ხოლო მასწავლებლები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 2026 წლის საგამოცდო პროცესი 29 ივლისს სახუჯ და გამოყენებით ხელოვნებაში მასწავლებლების გამოცდით დასრულდება.